Step by step, I've walked 100 miles and I still ain't sure just what I'm trying so hard. Salami გოგოებო, მე დაკოლიბრა ვარ. მიხარია რომ ჩემს არხზე ხართ, აქ ჩვენ ვსაუბრობ ფრჩხილებზე, მოდელირებაზე, ახალ ტენდენციებზე, ტექნიკებზე. მე ვარ ტრენერი, მსოფლიო ორგზის ჩემპიონი კრეატიულ მოდელირებაში და მასტერი, რომელსაც უბრალოდ უყვარს სიგიჟემდე თავისი საქმე. დღევანდელი ჩვენი ვიდეო ეხება 4 მარტის კონფერენციას, რომელიც ჩატარდა თბილისში და სადაც სპიკერი იყო ამირე კოპანიანი. უბრალოდ რას ემსახურება კონფერენცია, რას გვაძლევს თითოეულ ჩვენთაგას და რა შედეგზე გავყავართ. მე თქვენთვის გამომყავი 7 პუნქტი, თუ რატომ უნდა დავესწროთ ესეთ ღონისძიებებს და შევკეთ. პირველი, ეს არის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. ასეთ შეხვედრებზე ხდება ცოდნის ინფორმაციის გაცვლა, განიხილება ახალი ტენდენციები, ახალი კვლევები, ახალი მასალები. ყოველთვის არის ნებისმიერ თემაში რაღაც ისეთი, რაც არ ვიცით. არ შეიძლება ვიცით და ყურადღება არ მივაქციეთ, ვიცით და კიდევ ერთხელ წმუნდებით, რომ იმას, რასაც ვაკეთებთ, სწორად ვაკეთებთ. მეორე, ეს არის ნეტვორკინგი. კოლეგების, ახალი პოტენციური პარტნიორების, მომხმარებლების გაცნობა. ასეთ სივრცეებში ერთი იდეის მატარებელი ადამიანები არიან. მეტი განვითარება და წინსვლა. ამ შემთხვევაში კოლეგიალურობა ახალ ეტაპზე გადადის და მეტი კოლაბორაციის შანსიც გეძლევა. პროფესიული განვითარება კი უშუალოდ გეძლევა საშუალება მიიღო მასტერკლასში მონაწილეობა, კონკრეტულ ტრენერს დაუსვა შეკითხვა და ამომწურავი პასუხი მიიღო მათზე. მეტყვით ალბათ შეგვიძლია ინტერნეტ სივრცეშიც მივწეროთ, მაგრამ ხშირად არის რომ ან გვერიდება, ან თუ არ გვერიდება კონკრეტულ სპიკერს იმდენი მესიჯი შედის ინბოქსში, რომ ფიზიკურად ვერ ასწრებს პასუხის გაცემას. ასეთ შემთხვევაში კი ბევრად უფრო ამომწურავი პასუხის მიღება შეგვიძლია. ხოლო სხვათა შორის Facebook-ზე მაქვს დახურული ჯგუფი, სადაც ანიბანიდან მაქვს ახსნილი მანიკურის ყველა დეტალი. აქ თქვენ ნახავთ ქვედა შაბლონებზე მოდელირებას, სხვადასხვა ტიპის და სირთულის ფრჩხილებზე, განვიხილავთ გელით გამაგრების ტექნიკებს, ნუნების მოწესრიგებას, რთული სალონური კორექცია, ერთ-ერთი ყველაზე რთული თემა. ასევე განვიხილავთ სამუშაო მაგიდის მოწყობას, რა ნიუანსებს უნდა მივაქციოთ ყურადღება აუცილებლად, რომ ჩვენი ხერხემლის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, განვიხილავთ მასალებს, მოკლედ, ყველა დეტალზე არის ამომწურავი პასუხი გაცემული. თუ შენ ახლა ფიქრობ ამ პროფესიის შესწავლას, ან გაქვს გამოცდილება, მაგრამ რაღაც მაინც არ მოგწონს შენს ნამუშევრებში და თანაც ისეთ ლოკაციაზე ხარ, რომ ფიზიკურად ვერ ახერხებ ჩემთან მოსვლას ან სხვაგან სიარულს, ვფიქრობ, რომ ეს ჯგუფი სწორედ შენთვის არის. თანაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველა თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი. ჩემი მოსწავლეების გამოგზავნილ ნამუშევრებსაც განვიხილავ ხოლმე ვიდეო ჩანაწერის სახით. მოკლედ, თუ ამ ჯგუფში გინდა რომ მოხვდე, ამისათვის Instagram-ზე უნდა მომწერო კოდური სიტყვა სრული კურსი და მე შენ გამოგიგზავნი ლინკს ჩემი Instagram-ის მისამართი ამ ვიდეოს აღწერაში. მეოთხე პუნქტი ეს არის თავეჯდილება და мотиваცია. სპიკერი სანამ თქვენთან მოვა, საკულტაგულოდ ემზადება. ამზადებს თქვენთვის ახალ ნოვატორულ იდეებს, ტექნიკებს. თქვენ წინასწარ შესწავლილი აუდიტორია ხართ და ამიტომ კონკრეტულ თემას კონკრეტულად თქვენზე არგებს და თქვენთვის, ასე ვთქვათ, თქვენთვის გასაგებ ენაზე ამუშავებს. ამდენი ტაუტოლოგია თქვი, გაიყოს. თქვენს სპიკერის გამოსვლისას იჭერთ რაღაცას, რაც გაძლევთ мотиваციას. მაგალითად, ეს არის ტრენერის პირადი ისტორია, გამოცდილება ჩემპიონატებზე, რთული შემთხვევები მომხმარებლებთან. მეხუთე, ეს არის თვალთახედვის გაფართოება. ხშირად არის ხოლმე, რომ თანადამი ფინანსებელი კომპანიები დგამენ საკუთარ სტენდს და გაცნობენ საკუთარ პროდუქტს და ამ კონკრეტული შეხვედრისთვის აკეთებენ სპეციალურ ფასდაკლებას. თითქოს გამოაქვთ ხოლმე ის, რაც ჯერ ან არ ჩაუშვიათ გაყიდვაში, ან ახალი კომპანია და სურსო თავი გაგაცნოთ. როგორც წესი, კარგი პროდუქტები არის ხოლმე, იმიტომ რომ ყველა ტრენერი სრულნავს თავის რეპუტაციაზე და რამე უხარისხო ნაგავს არ დაარეკლამებს, მინიმუმ ერთხელ მაინც ექნება დატესტილი თავის სალონში, ან კარგად გამოძიებული კომპანიის მომხმარებლებში ამ პროდუქტის ვარგისიანობა. მეექვსე პუნქტი ეს არის კარიერული წინსვლა. კონფერენციებზე მხოლოდ დამწყები სპეციალისტები არ დადიან. მსმენელთა რიგებში შეიძლება იყოს რომელიმე კარგი სალონის, ესთეტიკური ცენტრის დამფუძნებელი ან გელაქების წარმოებელი კომპანიის მენეჯერი, რომელიც თავისთვის კარგ თანამშრომლებს ათვალიერებს. ასე რომ არ იცის სადრე შანსი გამოგიხდება, ამიტომ აუცილებლად უნდა დაიჭიროთ და თქვენს ჩათაში მომალოთ.
მეშვიდე პუნქტი მთავარი და უმთავრესი რეპუტაცია. ასეთ ღონისძიებებზე მონაწილეობა რეპუტაციას გიმართლებს. ანუ შენ ხარ ის მასტერი, რომელიც მუდმივად ცდილობს სიახლეების ტალღაზე იყოს და საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზოს ახალი ინოვატორული ტექნიკები. რაღაც დიდი სიოსავით მოქმედებს ეს შესაქმიანობაზე, იღებს თორებს, რილსებს და ამით საზოგადოების ყურადღებას იქცევ. ყველამ ვიცით, რომ ჭორიკანი და ცნობის მოყვარეთა საზოგადოებაში ვცხოვრობ და ეს სათავისოდ უნდა გამოვიყენოთ. ყოველთვის მოდის ჩვენთან ისეთი მომხმარებელთა ჯგუფი, რომელსაც უფრო დეტალურად აინტერესებს აბა სად იყავი, რა ისწავლი და თქვენც უნდა გაშალოთ ფრთები და დაანერგოთ ეს თქვენი ახალი შესწავლილი ტექნიკები და მეტი პოტენციურად გადამხდელი მომხმარებლები გჭიროთ. ეხლა მინდა რომ თქვენი ლამაზი შევაკებით დამიწეროთ კომენტარებში, ყოფილხარ თუ არა გყავს ღონისძიებებზე, რა ინსაიტია მოგიჩენიათ, რა შედეგებზე გახвоთით და საერთოდ ძალიან მაინტერესებს და სიამოვნებით ჩავიკითხავდი თქვენს აზრს. ეხლა კი კონკრეტულად რას ეხებოდა 4 მარტის კონფერენცია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მომჩხენებმა შეიძლება ბევრი რამე გითხრას ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ. საკონცერტო თემების შორის Artlist.io სოკოვანი დაავადებები, ტრავმების მიერ გამოწვეული დაზიანებები, ფსევდომონია და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ფრჩხილის სოკო. მოსახლეობის 10%-ს აწუხებს ეს დაავადება და ასაკოვან ადამიანებში რაოდენობა 50%-მდე იზრდება. მიზეზი შეიძლება იყოს მოჭერილი ფეხსაცმლიდან დაწყებული იმუნიტეტის დაცემამდე. ორგანიზმის საერთო მდგომარეობა ზეგავლენას ახდენს ჩვენი ფრჩხილის ჯანმრთელობაზე. ფერის ცვლილება, შრეებად დაყოფა, მსხვილადობა მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ორგანიზმს შესაძლოა აკლდეს ვიტამინები, გვაწუხებდეს ჭიყვი ან ისეთი რთული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი. გარდა ამისა, თუ მუშაობის პროცესში შესაბამისი ეკიპირებით არ ვართ აღჭურვილი, შეიძლება ფილტვის ობიც კი ავიკიდოთ. ობი რა არის? სივსიმის საწყისი უჯრედი. ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი ამ კონფერენციის და კიდევ სხვა ბევრი საინტერესო თემები განიხილა. თანაც ეს ყველაფერი იყო ილუსტრირებული და ძალიან საინტერესოდ ყვებოდა. ნამდვილად ძალიან პროდუქტიული დღე იყო. მე პირადად ჩემი მოსწავლეებთან ერთად დამირაზმე ზესტაფონიდან. დამირა არის ჩემი უფროსი ტრენინგ ცენტრში და მინდოდა რომ ჩემი მოსწავლეებს გაეცნოთ, რადგან ეს არის ძალიან ძლიერი პედაგოგი და თუ პედაგოგესმე გადაწყვეტენ პედაგოგიით შეისწავლონ, მინდა რომ სანდო და კვალიფიციურ ტრენერთან მისცა. შეხვედრა ჩატარდა თბილისში აქსისში, ძალიან მყუდროდ დახვეწილ გარემოში. შაშან ელფის პროექტში მე და ამით ერთად გამოდიოდით. მე მქონდა თემა მასალები და მათი კლასიფიკაცია. ეს აქტუალური თემაა, რადგანაც ინდუსტრია ადგილზე არ ჩერდება, ვითარდება და ყოველ ჯერზე ახალ-ახალი მასალები გვხვდება მაღაზიის თაროებზე. სახელებიც მრავალფეროვანია და დამწყებ სპეციალისტები კი არა, გამოცდილ მასტერებსაც კი ხშირად ერევათ თავს. ხო არ ჩავწერო ვიდეო ამ თემაზე. დამიწერეთ კომენტარებში, გინდათ თუ არა ეს თემა. დამილაიქეთ, გამომიწერეთ, თქვენი რეაქცია დავინახო, მეტი мотиваცია მომეცეს, რომ ახალი და კარგი ვიდეოები შევქვა თქვენთვის, მე კი დროებით დაგეშიდობებით. Music licensing.